თბილისში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით 2-დან 5 მაისის ჩათვლით ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-15 ეროვნული კონგრესი გაიმართა, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის შეხვედრას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ხოლო თუ გავითვალისწინებთ კონგრესის წლევანდელ, უაღრესად საპატიო და ავტორიტეტულ შემადგენლობას, გასაგები გახდება თუ რატომ არის შეუძლებელი მისი მნიშვნელობის გათაფასება. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატი, დარგის მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები, რომელთა მიერაც ფაქტობრივად ბოლო 30 წელია იმართება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულება მსოფლიო მასშტაბით. For all, and I think that will be strength in the future, our collaboration with this university. Thank you so much for this recognition. საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მოიცავდა პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმებს, სემინარებს და ტრენინგ სკოლას. საერთაშორისო სპეციალისტებმა განიხილეს ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში ფუნდამენტური კვლევის უახლესი მიღწევები, იმუნოპათოლოგიური დაავადებების კლინიკურ მართვაში თანამედროვე მიდგომები, სამეცნიერო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. კონგრესს ესწრებოდნენ ექიმები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები და ახალგაზრდა მკვლევრები. 3 მაისს საიუბილეო პლენარული სესია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონგრესი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. პლენარული სესიის დაწყებამდე უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს მარიო მორაის ალმეიდას და ამავე ორგანიზაციის ყოფილ პრეზიდენტს ალენ კაპლანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. ნიშანდობლივია, რომ ეს წოდება 2017 წლიდან მინიჭებული აქვს ნობელის პრემიის ლაურეატს აარონ ჩეხანოვერს, რომელიც საქართველოში ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით უკვე მესამედ ჩამოგზავნდა. დაჯილდოების ცერემონიისა და პლენარული სესიის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ჰიგიას მიერ საგანგებოდ იმუნოლოგიის საერთაშორისო დღისთვის დადგმული წარმოდგენა, რომელიც 2025 წელს პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის დარგში გაცემულ ნობელის პრემიას, უფრო კონკრეტულად კი იმუნური სისტემის უსაფრთხოების მცველებს T-ლიმფოციტებს მიეძღვნა, რომლებიც იმუნურ უჯრედებს ხელს უშლიან საკუთარ სხეულზე თავდასხმაში. As immunotherapy reshapes oncology, as transplantation extends life, as we decipher inflammation, tolerance, and microbiome, we return to the same principle: balance. The 2025 Nobel Prize in Physiology or Medicine recognized more than a cellular discovery. It honors an idea that life depends not only on regulation, but on control. მომავალი ექიმების თეატრალური წარმოდგენა სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლმა დააგვირგვინა. სტუდენტების კონცერტი ერთგვარ ხიდად იქცა კონგრესის შემდგომი ეტაპის დასაწყებად. ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-15 ეროვნულმა კონგრესმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან რედისონ ბლუ ივერიაში გადაინაცვლა, სადაც ღონისძიება მოხსენებების და სესიების ფორმატში წარიმართა. კონგრესზე მოხსენებით წარდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. კონგრესი მიეძღვნა დარგის მნიშვნელოვან თარიღებს: ასთმის მსოფლიო დღეს, ალერგიის მსოფლიო კვირეულსა და იმუნოლოგიის მსოფლიო დღეს.
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია მართლაც აქტიურად მუშაობს მნიშვნელოვანი სამედიცინო და სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად. ასოციაცია, რომელიც 1984 წელს თბილისში დაარსდა, აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს ალერგოლოგიის, კლინიკური იმუნოლოგიისა და მობიჯნავე სფეროებიდან, რომლის მიზანია საქართველოში ამ დარგების განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის მე-15 ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ეროვნული კონგრესი, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ფაქტიურად უკვე ბოლო წლებში და ეს კონგრესი არის განსაკუთრებული იმით, რომ ამ კონგრესზე ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში განთქმული მეცნიერები, რომლებიც არიან ალერგიაში, ასთმისა და იმუნოლოგიაში ლიდერები. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი პროფესორი Mario Moraes Almeida და მასთან ერთად 7 წინა პრეზიდენტებში. მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის პროფესორი ალენ კაპლანი, პროფესორი ლანი როსენვასელი, პროფესორი იგნასიო ანსეტუგა და ასე შემდეგ. აგრეთვე დღეს ჩამოფრინდა სპეციალურად კონგრესისთვის ისრაელიდან პროფესორი არონ ჩეხანოვერი, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატი და გამოჩენილი მეცნიერი. მან უკვე დღეს 2 ლექცია წაიკითხა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რა მნიშვნელობა აქვს კონგრესს, რა მნიშვნელობა აქვს მას? მას აქვს ეს მნიშვნელობა, რომ ეს აძლევს, ნახეთ, აუდიტორია ადგილი არ იყო დასაშვები. იმდენი ხალხი მოვიდა. ახალგაზრდებისთვის ეს განვითარება, განათლება, წინსვლა და მომავალი. კონგრესზე მოხსენებით წარდგა მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ალენ კაპლანი, რომელიც მსოფლიო დონის ექსპერტია ალერგოლოგიის სფეროში და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ურტიკარიისა და ანგიოედემის კვლევასა და მართვაში. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და კვლევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაზე. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მათთვის, ვინც ესწრება კონფერენციას, არის ის, რომ პროგრამა მოიცავს ალერგიისა და იმუნოლოგიის ყველა ძირითად სფეროს იმ პაციენტების ტიპების მიხედვით, რომლებსაც თქვენ ხედავთ პრაქტიკაში. მოხსენებლები, რომლებიც რევას სეფიაშვილმა შეარჩია კონფერენციაზე ლექციების დასაკითხად, არიან მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები და სპიკერები. ფაქტობრივად, დღეს აქ იყო 5 პრეზიდენტი. დიახ, მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები, რომლებმაც წაიკითხეს ლექციები. თითოეულმა მათგანმა აირჩია განსხვავებული თემა გამოსასვლელად და შესაბამისად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დაგვეფარა ალერგიისა და იმუნოლოგიის მრავალი ძირითადი მიმართულება. ეს არის შესაძლებლობა განაახლოთ ცოდნა, ნახოთ რა არის ახალი და ზოგადად საით მიდის ეს სფერო. ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როდესაც არ გვესმოდა დაავადებები ისე, როგორც ახლა გვესმის. და არ გვქონდა ის თერაპიული არსენალი, რაც ახლა გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. სწორედ ამ წუთას ლენი როსენვასელი საუბრობს ანტიციტოკინურ თერაპიაზე. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, საითაც ეს სფერო ვითარდება. ახლა სხვადასხვა ანტიციტოკინები გამოიყენება ქრონიკული სინუსიტისთვის ნაზალური პოლიპებით და მთელი რიგი პრეპარატები მძიმე ასთმისთვის. არსებობს დაახლოებით 3 ან 4 არჩევანი, რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა შევხვდეთ ხალხს, მოვისმინოთ ლექციები მრავალფეროვან თემებზე და მართლაც მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება ალერგიისა და იმუნოლოგიის მასშტაბების იმ დაავადებების შესახებ, რომლებსაც ვუკურნალობთ და ასევე კვლევებისა და თერაპიის მომავალი მიმართულებების შესახებ. პროფესორი მორაის ალმეიდა თანამედროვე ალერგოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ბრონქული ასთმისა და ალერგიული დაავადებების თანამედროვე მართვის მიმართულებით. კონგრესის ფარგლებში მნიშვნელოვანი თემით წარსდგა პედიატრიული ასთმა, ფენოტიპებიდან პერსონალიზებულ მკურნალობამდე. ეს კონგრესი არის მნიშვნელოვანი, რადგან პროფესორი ევანსი, მისი გუნდი, პროფესორ თინას გუნდი და პროფესორი მანანა ისინი აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, რომ ყველა ეს ადამიანი ერთ დარბაზში შეკრიბეს, რათა მეტი ისწავლონ ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის შესახებ. ეს დაავადებები ძალიან გავრცელებულია ჩვენს მოსახლეობაში, სიცოცხლის პირველივე წლიდან დაწყებული ხანდაზმულობამდე. ამიტომ მინდა მივულოცო ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მას შეუძლია შეცვალოს ჩვენი კოლეგების პრაქტიკა აქ, საქართველოში. ამ შეხვედრაზე ასევე ჩამოვიდნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც. ვფიქრობ, ეს იქნება ფანტასტიკური გამოცდილება, რათა მათ მიიღონ ცოდნა თავიანთი ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკისთვის.
ასთმა და სიმსუქნე, პლანეტარული ჯანმრთელობის სინდემური სიგნალი. ასე ქვია მოხსენებას, რომლითაც პორტოს უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ანდრე მორეირა დაამსწრეს საზოგადოების წინაშე წარსდგა. ევროპის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საზოგადოებისთვის. ჩვენ უკვე მრავალი წელია, 1992 წლიდან ვართ პარტნიორები. ეს არის მომენტი, როდესაც ვაკავშირებთ განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს საერთო ხედვით, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ ხედვა ნულს, ანუ ალერგიის ტვირთის შემცირებას. ეს არის საერთო ხედვა ევროპულ აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებას შორის და ეს თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული პაციენტის ჯანმრთელობასთან. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს დაავადებები ამ დისფუნქციური პლანეტის მარკერია. ჩვენთვის ამ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ყოფნა ქართველ მეგობრებთან ერთად არის შესაძლებლობა განვამტკიცოთ ჩვენი კავშირები და ავაშენოთ გზა ჯანმრთელი პლანეტისკენ. ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში აკადემიურობისა და უმაღლესი რანგის სამეცნიერო მოხსენებების თანადროულად აშკარად შეიმჩნეოდა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მეგობრული და თბილი არაფორმალური ურთიერთობაც. რაც კიდევ უფრო ღირებულსა და მნიშვნელოვანს ხდიდა სოფლიო დონის ამღონისძიებას. კონგრესის პირველი სამუშაო დღის ბოლოს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების ალმა მატერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, როგორც მომავალი პროფესიონალების აღმზრდელ, მრავალპროფილური კვლევების წარმმართველ და პაციენტ და ადვოკატირების ხელშემწყობ ინსტიტუციას მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციისგან მეტად საპატიო ბრწყინვალების ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რომელიც მასთან ერთად წყალტუბოს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტსაც ეკუთვნის. ყველაფერი არის ამ კონგრესზე. პირველად საქართველოს ისტორიაში სამეცნიერო ფორუმმა კონგრესმა მიიღო 24 კრედიტ კულა. რაც ნიშნავს ეს? ამაზე ძერით არაფერი არაა. ევროპის კომიტეტმა მიანიჭა პროგრამას, ამ კონგრესის პროგრამას 24 კრედიტ კულა. ესე იგი, მანამდე არ ყოფილა საქართველოში არც ერთ ღონისძიებაზე და იქნება თუ არა მომავალში ძალიან დიდი კითხვა, იმიტომ რომ სოფლიო კონგრესებს და ევროპის კონგრესებს არ აქვს ასეთი დიდი ქულების კრედიტების მინიჭება. მე მინდა იცოდეთ, რომ ეს საქართველოს დიდი აღიარება დღეს ორი დიდი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და წყალტუბოს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტი აღიარეს მსოფლიოში ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრად. მსოფლიოს სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს. ამისათვის ღირს ცხოვრება, ამისათვის ღირს მუშაობა. ეს კიდევ გვაძლევს იმის სტიმულებს, რომ უფრო უკეთესად, უფრო წინსვლით გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და მუშაობა. ყოფილ საბჭოთა კავშირის არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ სამედიცინო ინსტიტუტს არ აქვს ასეთი წოდება. ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დარგის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენას.